სადაზღვევო ინდუსტრია კი ნელი ტემპით თუმცა იზრდება. სექტორის მარეგულირებელ სადაზღვევო კომპანიების 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის წინასწარი მონაცემებით დაზღვევის სექტორის შემოსავალი 2024 წელს მილიარდ 260 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 200 მილიონით აღემატება. ლაშა ნიკოლაძესთან ვაგრძელებთ საუბარს დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი გვერდდება სტუდიაში. ბატონ ლაშა, მოგესალმებით. პირველ რიგში უღმესი მადლობა, რომ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. სანამ უშუალოდ სიუჟეტის თემას გამოვეხმაურებით, მინდა სწორედ აი ამ ბოლო მონაცემებზე მინდა გთხოვოთ კომენტირება, როგორც აღნიშნე ჯამურად ჯერ ჩვენ ვერ ხედავთ რა ფინანსური შედეგებით დახურა წელი სადაზღვევო ინდუსტრიამ, თუმცა ვიცით აგერ ზედამხედველის მარეგულირებელის კომენტარი, რომ წინასწარი მონაცემებით შემოსავლები არის გაზრდილი წლიურად დაახლოებით 200 მილიონით. თუ უკვე შესაძლებელია ვისაუბროთ რის ხარჯზე შეიძლება ყოფილიყო შემოსავლებში, ასე ვთქვათ, ეს ზრდა და ზოგადად ინდუსტრია როგორ ვითარდება და იზრდება. დიახ, ესე იგი, მოგიხსენებათ, რომ დაზღვევა მიყვება იმ ეკონომიკის ძირითად პარამეტრებს, რომელიც ქვეყანაშია, როგორი ტემპითაც იზრდება ეკონომიკა, როგორი ტემპითაც ვითარდება მოსახლეობის, ასე ვთქვათ, კაპიტალიზმთან ურთიერთობის საკითხები, ზუსტად ისე იქცევა დაზღვევაც. მე მეცაც გეტყვით, რომ ადრეც მithქვამს და ახლაც მინდა აღვნიშნო, რომ არ გამომრჩეს, რომ ჩვენ ქვეყანაში როგორც სადაზღვევო სერვისი, თავისი სიჩქარით, თავისი ელექტრონული შესაძლებლობებით, ასევე საბანკო სერვისები გაცილებით უფრო განვითარებულია, ვიდრე ჩვენ მეზობელ და ხანდახან ევროპულ ქვეყნებშიც კი. მაგალითად, მოლოდინის პერიოდები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვაში, ასევე კერძო დაზღვევაში, მიწვდომადობა ამ საკითხების განხილვასთან და ასე ვთქვათ, საბოლოო პასუხის მიღებასთან გაცილებით უფრო პროგრესულია, ვიდრე შეიძლება დიდ წარმატებულ ქვეყნებშიც იყოს. ეს დადებითი მხარე აშკარად აღნიშნვის ღირსია. ერთ-ერთი სწორედ ესაა მიზეზი, რომ პოსტპანდემიური პერიოდი მალე დაიძლია საქართველოში და ის ზრდის ტემპი, რომელიც პანდემიამ ერთგვარად შეანელა და მოგების პარამეტრები პრაქტიკულად გაანოლა, ეხლა უკვე ასე ვთქვათ, ჩავლილია და სადაზღვევო ანდერრაიტერებმა სწორედ მოახდინეს რეალობის შეფასება. მომხმარებელმაც სწორად შეაფასა ის რისკები, რომელიც მას უდგას, ძირითადად ეს არის რა თქმა უნდა, ყველაზე მგრძნობიარე ჯანმრთელობის დაზღვევა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, რომ გაიზარდა დაზღვევა, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილს იმ თვალსაზრისით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთგვარი სადაზღვევო ინფლაცია განიცადა და თქვენ იცით, რომ 13-15%-ით მომატებულია ჯანმრთელობის დაზღვევის ერთეულზე გადათვლით საპრემიო ფასი, მიუხედავად ამისა დაზღვეულთა რაოდენობა იზრდება. რა თქმა უნდა, ეს ზრდის ტემპი არ არის როგორც წინა წლებში იყო, მაგრამ აუცილებლად კიდევ მეორე, როგორც კი ჩვენ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დაახლოებით ისეთი გვექნება დაზღვევის ზრდაც. სხვა სახეობებშიც არის ზრდა, მაგრამ კიდევ მეორე ეს არ არის პარამეტრები, რომელიც რაღაცა ასე ვთქვათ, რადიკალურ გარღვევას გულისხმობს. ბატონ ლაშა, ჯანმრთელობის დაზღვევა იზრდება კორპორატიული დაზღვეულების ხარჯზე თუ ინდივიდუალურად გაცილებით მეტი ადამიანი აზღვევს? უყურეთ, მე ასე ვიტყოდი, რომ წელს, უბრალოდ 24 წელს უფრო ნაკლები ადამიანით გაიზარდა ჯანმრთელობის დაზღვევა, ვიდრე წინა წლებში იზრდებოდა. ზრდის ტემპი, რაც ჩვენ დღეს ციფრები გვაქვს, შენელებულია, განახევრებულია. მაგრამ ერთი რამეც გვინდა აღვნიშნოთ, რომ იმ 750,000 სამედიცინო პოლისის მქონე ადამიანში, რომელიც დღეს გვაქვს შედეგად და ეს საკმაოდ დიდი რიცხვია ქართული დასაქმებული მით უმეტეს მოსახლეობის ჭრილში და საკმაოდ დიდი ნდობაა სადაზღვევო კომპანიებისადმი გამოცხადებული. დაახლოებით 400,000 ადამიანი არის საბიუჯეტო სახსრებით, ანუ ეგრეთ წოდებული ტენდერებით დაზღვეული ადამიანები. ანუ საყოველთაო ჯანდაცვის არსებობის მიუხედავად, რომელიც წმინდა საბიუჯეტო ხარჯია, არსებობს კიდევ კერძო დაზღვევაში ნახევარზე მეტი დაზღვეულთა არის ასევე საბიუჯეტო სახსრით, ოღონდ ეს არის უკვე უწყებრივი ბიუჯეტები, რომელიც მაინც საბიუჯეტო დანახარჯია. ანუ რისი თქვა მინდა, რომ ჩვენ ცალსახად, ასე ვთქვათ, სწორი
სტრატეგიის ნაწილი, ასე ჩაშლების სტრატეგიის ბიუჯეტმა სად უნდა დახარჯოს? ეს არის მარტო საყოველთაო ჯანდაცვა. კერძო დაზღვევაში და მოგეხსენებათ ტენდერებში გამოცხადებული კერძო დაზღვევები არ გულისხმობს მარტო საყოველთაო სერვისებს. იქ საკმაოდ მაღალი ამბულატორიული და მედიკამენტოზური სერვისებიც არის, განსხვავებით საყოველთაო ჯანდაცვისგან. ამიტომ ბიუჯეტი უკვე ხარჯავს კერძო დაზღვევაში საკმაოდ დიდ ფულს. ეს საკითხიც ერთგვარად შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს და წმინდა კორპორატიული დაზღვევა, რომელიც დაახლოებით 350,000 კაცია და უკვე ჩამოვედით საკმაოდ მცირე რიცხვზე. ანუ ბიზნესი აზღვევს მხოლოდ 350,000 ადამიანს. დანარჩენ 400,000 აზღვევს ისევ ბიუჯეტი და ეს არის მთელი ჩვენი ჯანდაცვის, ესე ვთქვათ, კერძო დაზღვევის სურათი. გარდა ამისა, ბევრი სხვა პლასტიც არის, რომელიც განხილვა შეიძლება საჭიროებდეს, მაგალითად, სამედიცინო განფასებების საკითხი. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ძირითადად ორიენტირებულია ჰოსპიტალურ სეგმენტზე და ეს სწორიც არის, იმიტომ რომ ის ებრძვის ადამიანთა ჯანმრთელობას გაღარიბების საწინააღმდეგოდ, რომ არ გაღარიბდეს მოსახლეობა. იქ მიზნობრივი ჯგუფებისთვის გაცილებით მაღალი დაფარვები და ხელშეწყობებია, ვიდრე არამიზნობრივი ჯგუფებისთვის, ხო? სხვადასხვა მოწყვლადობის, ასე ვთქვათ, მიხედვით. და ეს ჰოსპიტალური სერვისი მათ ემსახურებათ უკვე 2 წელიწადზე მეტია ძალიან პროგრესული DRG-ის მეთოდით, რომელიც ვთქვათ Nordic DRG ჩვენ ჩრდილოეთ ევროპულ მოდელზე გადავედით. არა საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს, ეგრეთ წოდებული თავისუფალი ფასით ემსახურება მაგალითად ჰოსპიტალური სექტორი. იმიტომ რომ ყველაზე დიდი დანახარჯი ჰოსპიტალური სეგმენტია, ხანძო მსხვილი დანახარჯი ერთეულზე თუ გავითვლით, ხო? აქ რა ფასებია, ამას მხოლოდ ბაზარი არეგულირებს. და მე ადრეც მithქვამს და ეხლაც გავიმეორებ, რომ ვინაიდან DRG-მ გამოიწვია ფასების დაპრესვა საყოველთაოდან მოწოდებულ ნაკადებში, ერთგვარი სასუნთქის ნაწილი გახდა კერძო დაზღვევიდან მიღებული ჰოსპიტალური ხარჯები. ანუ უფრო ძვირად ყიდულობთ თქვენ მათგან სამედიცინო სერვისებს? დიახ, სადაზღვევო კომპანიები ჰოსპიტალურ სერვისებს ყიდულობენ, კი ბატონო, ჰოსპიტლებისგან, რომელი ფასიც განსხვავდება DRG-სგან. იმიტომ რომ იქ ოპტიმიზირებულია და სხვანაირად არის დათვლილი და დიდ რიცხვთა კანონებს ექვემდებარება, აქ კი ეს ემყარება მხოლოდ კონკრეტული სადაზღვევო კომპანიიდან ამოსულ პარამეტრებს, რამდენი პაციენტი ყავს, როგორი სიჩქარით იხდის და ასე შემდეგ. რამდენად სამართლიანია და მესამე კიდევ შეიძლება იყოს ქუჩიდან მოსული ადამიანის ფასი. შეიძლება ერთი და იგივე სამედიცინო დაწესებულებაში ეს სამივე ფასი განსხვავებული იყოს. როგორ იყოს განსხვავებული, ეს ცალკე კვლევის საკითხია. რამდენად სამართლიანია? დიახ. ვინაიდან ჩვენ 2005-6-7 წლიდან მივიღეთ ლიბერალური ფასთა, ანუ საბაზრო ფასთა ესე ვთქვათ, ლოგიკა, მათ შორის სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, არც ერთი კანონი ამით არ ირღვევა. ანუ მე რომ მყიდი მაგალითად სტაფილოს, თქვენთვის ერთი ფასია, თქვენი მეზობლისთვის ერთი და თქვენი გადაღმა ქუჩაზე მცხოვრებისთვის მესამე. ასეთი რამ შესაძლებელია, კანონი კიდევ ვიმეორებ არ ირღვევა. არის ასეთი მოდელები ბევრ ქვეყანაში, როდესაც სამედიცინო ბიზნესები არის სწორედ ბიზნესის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილი, მაგალითად შეერთებული შტატები. არის ქვეყნები, ევროპული რამდენიმე ქვეყანა, სადაც სამედიცინო ბიზნესი ასე მკვეთრად ბიზნეს და კაპიტალისტურ, ასე ვთქვათ, მიმართულებებს არ ატარებს და თვისებებს არ ატარებს. უბრალოდ რომელ ნაკადში ვართ ჩვენ და რომელ ბიზნესს ვაწარმოებთ და როგორი მოწყობა გვაქვს ქვეყნის, ამაზეა დამოკიდებული. ახლა რა, ზუსტად ეს არის, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ჰოსპიტალური და სხვა სამედიცინო სერვისების ფასები გაიზარდა და ეს მუდმივად გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე, არა მარტო აპარატურის ნაწილში, სხვა ბევრ რაღაცაშიც, მაგალითად ცოდნის ნაწილშიც, იმიტომ რომ ჩვენი მაღალი კვალიფიცირებული სპეციალისტები ცოდნას იღებენ უცხოეთში და მათი დაბრუნება გულისხმობს, რომ მათი სერვისი ძვირი იქნება, ხო? ანუ აღნიშნული სერვისები მუდმივად განიცდის გარკვეულ ინფლაციას, რაც პირდაპირ აისახება სადაზღვევო პოლისის ღირებულებაზეც. უბრალოდ ეს ინფლაცია გაასწრებს თუ დაბალი იქნება, ვიდრე პირდაპირ ვთქვათ იმპორტირებული პროდუქციის, ვთქვათ მედიკამენტების, მარაგნაწილების ინფლაცია ნაკლები იქნება თუ ტოლი იქნება, ეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცემულობაში იქნება ასახული. კი ბატონო, სიუჟეტის მთავარი თემა იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში
შესაძლებლობის გაჩენა, რომ შესაძლებლობა გაჩნდეს ეგრეთ წოდებული დაშენებული შემავსებელი პაკეტების, ხომ? აი, ჩვენ ვნახეთ და მოვისმინეთ სექტორის წარმომადგენლების მხარეს რა არგუმენტები, აი, თქვენ თვლით თუ არა რომ უსამართლოა, როცა ასეთი შეზღუდვა აქვს აწესებული სახელმწიფოს. მე ესე ვიტყოდი, რომ რა ვითარებაა დღეს და რა გამოსავალს ხედავს დაზღვევის კავშირი. 2013 წელს, როცა საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო, იქ კერძო დაზღვეულთა კონკრეტული სია, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა 500 რაღაცა 1000 ადამიანი, საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა აღმოჩნდა გარდა მიზნობრივი ჯგუფებისა, ეს იყო მოწყვლადი ჯგუფები, ხო? უმწეოები, პენსიონერები, ბავშვები და ასე შემდეგ. 2017 წელს რეფორმირება განიცადა, კატეგორიზაცია განიცადა საყოველთაო ჯანდაცვამ და დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან მიზნობრივ ჯგუფებში, მოხდა ასეთი, ასე ვთქვათ, არჩევანის გაკეთება. თუ შენ გაქვს სურვილი და შესაძლებლობა, რომ კერძო დაზღვევაში გადახვიდე, გარკვეული სერვისები გიმცირდება არასრულად, მაგრამ პირდაპირ დაშენების უფლება, ანუ შენ რომ ყველაფერი წაიღო საყოველთაოდან და ყველა მერე შემდეგ დაიშენო ზევიდან კერძო დაზღვევის სერვისები, ასეთი უფლება დაეკარგა დასაქმებულს. და რატომ? იმიტომ რომ სახელმწიფომ თქვა ეგეთი რამ, რომ ჩემი შესაძლებლობები, ფინანსური შესაძლებლობები არ ყოფნის ყველას, მე მოწოდებული ვარ, რომ მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის ვიმუშაო და ყველაზე მინიმუმი, რაც შემიძლია, გავაკეთო დანარჩენი დასაქმებული ადამიანები, არა მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ამიტომ ზუსტად დაუყენა ეს ალტერნატივა, რომელზეც ბრძანა რამდენიმე რესპონდენტმა, რომ ეს არის ერთგვარი კონკურენცია, იმიტომ რომ თქვენ როდესაც ყიდულობთ კერძო დაზღვევას და საყოველთაოს ბენეფიციარი ხართ, გეკარგებათ გარკვეული სერვისები. თუმცა უკან შემოსვლის პირობაც არსებობს, რომ თუ კერძო დაზღვევა დაგიმთავრდათ, გარკვეული პერიოდის მერე თქვენ სრულად აღიდგებათ საყოველთაო ჯანდაცვა. ანუ მიტოვებული ადამიანი არ არის, მაგრამ ის რესურსი, რომელიც მოწოდებულია საყოველთაო ჯანდაცვისთვის და მოგეხსენებათ, ეს არ არის დიდი რესურსი და თუ გადავითვლით ერთეულზე და შევადარებთ წარმატებულ ქვეყნებს, ძალიან მიზერია. სახელმწიფომ თქვა, რომ ჩემი მაქსიმუმი, რასაც მე გავაკეთებ, არა მიზნობრივი ჯგუფებისთვის არის ეს. ეხლა რა არის გამოსავალი? 2017 წლისთვის ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ იმის მერე კიდევ ბევრი დრო გავიდა. კერძო დაზღვევამ კიდევ უფრო მეტი ნდობა მოიპოვა ადამიანების და მე მგონი მოვიდა დრო, მოსულია უკვე რამდენიმე წელიწადია ის დრო, როდესაც კერძო დაზღვევა და საყოველთაო ჯანდაცვა გაიყოფენ ბენეფიციარებს. ანუ ყველა ის ადამიანი, ვინც არ არის მიზნობრივ ჯგუფში, ვინც არის დასაქმებული, უფრო მარტივად რო ვთქვათ, შესაძლებელია სხვადასხვა საპრემიო გადახდის ნაწილზე, იმიტომ რომ ზოგ ადამიანს 1000 ლარი აქვს ხელფასი და ზოგს 100.000, აღმოჩნდეს იმ მინიმალური, ოღონდ კერძო დაზღვევის ქვეშ, რომელიც განაპირობებს იმ სერვისების მიწოდებას, რასაც სახელმწიფო დააწესებს მინიმალურ ზღვრად ჩვენ ქვეყანაში. რამდენიმე წლის წინათ იყო რამდენიმე მცდელობა, რომ კერძო დაზღვევისთვის სახელმწიფოს დაეწესებინა ასეთი მინიმალური ზღვარი, მაგრამ საკანონმდებლო უფლებაც არ აქვს ნებაყოფლობით დაზღვევაში სახელმწიფოს რაღაცა კერძო ზღვრები აწესოს. მაგრამ თუ შემოვა სავალდებულო დაზღვევა, აღნიშნული განმარტავს ყველასთვის მინიმალური პაკეტის, ასე ვთქვათ, მოცულობას და შემდგომში უკვე ასეთი მსჯელობები, რომ მე კონკურენციაში ვარ საყოველთაო ჯანდაცვასთან აღარ იქნება. რა მოხდება ამის შემდეგ? მოდელირება რომ გავაკეთოთ. გამოთავისუფლდება ის დასაქმებულთა ხარჯები, რომელსაც დღეს საყოველთაო ჯანდაცვა იხდის, ამას რა თქმა უნდა საყოველთაო ჯანდაცვა თავის მუდმივად მზარდი ბიუჯეტით მიზნობრივ ჯგუფებს კიდევ უფრო კარგად მოახმარს, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი სერვისებია, რომელიც შეიძლება დღესვე და ხვალვე იყოს დასამატებელი, რომ მიზნობრივ ჯგუფებმა უფრო დაიკმაყოფილონ სამედიცინო სერვისები და დანარჩენ ნაწილში უკვე ესე ვთქვათ დაშენების ტერმინოლოგიაც კი გაქრება, დასაქმებულები დაეზღვევიან კერძო დაზღვევაში და მიზნობრივებს როგორც დღეს არის, შეეძლებათ რომ მიიღონ წმინდა დასაქმება. მაგალითად, თუ მე მინდა რომ ჩემი მშობლების, პენსიონერი მშობლების დაზღვევა ვიყიდო, სავალდებულო ჩემ დასაქმებულის დაზღვევასთან ერთად შევიძენ ჩემს მიერ არჩეულ კერძო კომპანიაში ჩემი მშობლების დაშენებულ პაკეტს, იქ საყოველთაო აბსოლუტურად არაფერს არ შეუზღუდავს, იმიტომ რომ ესენი მიზნობრივი ჯგუფებია და მაშინ დაალაგდება ჩემი ასე ვთქვათ, ბედისწერაც და გარკვეული იქნება მიზნობრივი ჯგუფების ბედისწერაც. ამაზე საუბრობთ სამინისტროსთან? ჯერჯერობით ამაზე ეს იდეები პერიოდულად ჟღერდება ხოლმე წლებიდან წლებამდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ
კერძო დაზღვევა მზად არის კი არა და მიესალმება ასეთ გადაწყვეტილებას. მე თავში ვთქვი, რომ მაგალითად ის საბიუჯეტო დაზღვეულები, რომლებიც დღეს არსებობს სხვადასხვა უწყებრივი დაზღვევიდან, ისინიც ჩაერთვებიან ამ დასაქმებულთა, ასე ვთქვათ, სავალდებულო დაზღვევაში, მათთვის არაფერი არ შეიცვლება და იმ პაკეტებით ისევ შეეძლებათ, რომ მინიმუმის იყიდონ და პლუს დაამატონ თუ ბიუჯეტი აქვს და შეივსონ, ასე ვთქვათ, საჭიროებები და ერთსაც ვიტყვი, რომ რა, ასე ვთქვათ, ხეირი იქნება კიდევ სხვა ამითი. თქვენ იცით, რომ ჯიბიდან გადახდების ნაწილი ჩვენ ქვეყანაში სამედიცინო სერვისებზე კვლავ მაღალია. ეს ისეთი არ არის, როგორც ვთქვათ 2012-13 წლებში იყო. შემცირება არის და ამაზე სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული კვლევები აჩვენებს, თუმცა ბოლო კვლევები მე არ მინახავს, იმიტომ რომ რაღაცა შეფერხებებით ხდება ხოლმე ამ ციფრებზე წვდომა, მაგრამ დასაქმებულთა ნაწილში, რომლებიც შეიძენენ რა ამბულატორიულ და მედიკამენტოზურ დაზღვევებს, ავტომატურად უჩნდებათ მათ ერთგვარი კონტროლიორი სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით. სადაზღვევო ინდუსტრია ამუშავებს დღეს ოჯახის ექიმის ინსტიტუტს საქართველოში და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი არის ყველაზე დიდი შემაკავებელი ბარიერი იმისა, რომ ადამიანი არა ბოლო ფაზაში აღმოჩნდეს და უკვე ჰოსპიტალური ჩარევა დაჭირდეს. არამედ დაავადებების საწყის ფაზებზევე მინიმალური დანახარჯებით და პრევენციული მედიცინა მოგეხსენებათ. თაი პოლიფარმაცია და პოლიპრაგმაზიაზე იყო საუბარი. სადაზღვევო კომპანიაში ჩვენ თუ შევხედავთ დაზღვეულისა და არადაზღვეულის პოლიფარმაციის და პოლიპრაგმაზიის ნაწილს, ალბათ ცადა დედამიწასავით იქნება განსხვავებული, იმიტომ რომ არადაზღვეულ ადამიანებში ჯერ კიდევ მრავლად არის მეზობელმა ეს დალია და მეც ეს უნდა დავლიო, იმას დაურეკა და ეს წამალი მითხრა და სრულიად ამოვარდნილია ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ამ ხალხს. და ეს მნიშვნელოვანი ასე ფილტრი იქნება რეალურად ამ ეს ინსტიტუტი. ეს ზოგავს მძიმე ჰოსპიტალურ შემთხვევებს, რა თქმა უნდა. როდესაც მიშვებულია დაავადება და წლების განმავლობაში ვითარდება, როდესაც შეიძლება ეს ჯერ ადამიანის ცხოვრების ხარისხია მთავარი, არა ის რომ მაინდა-მაინც დანის ქვეშ დაწვა. აქამდე ხო ეს ადამიანი მძიმეთ იყო, ხო? ჩვენ ადამიანს არა მარტო სიცოცხლე, არამედ სრულფასოვანი სამუშაო და სხვა ცხოვრების ხარისხი უნდა ქონდეს შენარჩუნებული. ბატონ ლაშა, უღმესი მადლობა საინტერესო მოსაზრებისთვის, ალბათ უფრო გააქტიურდება ამ თემაზე მსჯელობა, რადგან სექტორის წარმომადგენლებიც უკვე ძალიან ღიად საუბრობს და ალბათ ჯანდაცვის სამინისტროც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადის. კი, საჭირო, ალბათ ჯანდაცვის სამინისტროსაც საზოგადოების მიხმარება დაჭირდება ამ ნაწილში. უღმესი მადლობა ლაშა ნიკოლაძეს, ის დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანია.